საღამომშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის პირდაპირ ეთერშია დღის ქრონიკა ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი წარმოგიდგენთ. წაღვერის საჯარო სკოლაში სპორტულ დარბაზს ითხოვენ. სპორტის გაკვეთილები ამჯერად პატარა ოთახში ტარდება. ახალი დარბაზის აშენება სკოლა საკუთარი ფინანსებით ვერ ახერხებს. თემის დეტალები ნახეთ ნინო ვართაპეტიანის სიუჟეტში. წაღვერის საჯარო სკოლის 253 მოსწავლეს სპორტის გაკვეთილები ამ ოთახში უტარდება. სკოლაში დიდი ფართობის დარბაზი ფიზიკურად არ არსებობს. Ვერც ფრებულს ვათამაშებ, ვერც კალათბურთს, ვერც ფეხბურთს. ძირითადად ღერძი, ბაგირი, აგერ ორძელი და ასე შემდეგ. კი, აი ლეილები გვაქვს. ხშირად ვაჭიდავთ ხოლმე ბავშვებს. მასწავლებელს უწევს ჩატარება გაკვეთილის ერთ-ერთ საკლასო ოთახი, რომელიც ასე ვთქვათ, დარბაზად არის გადაქცეული, რაც სტანდარტებში, რა თქმა უნდა, არ ჯდება, ანუ აქ აღარ შეიძლება უკვე არანაირად არც სპორტული შეჯიბრის ჩატარება, რაც სკოლას საკმაოდ კარგ პერსპექტივას მისცემდა. კარგი ამინდის შემთხვევაში მოსწავლებს სპორტის გაკვეთილები სკოლის ეზოში უტარდებათ. სპორტულ დარბაზში ვთამაშობთ მხოლოდ ზამთარში. გაზაფხულზე და შემოდგომაში ვთამაშობთ აი აქ ამ მოედანზე ფეხბურთს და სხვადასხვა თამაშებს. ასევე სპორტის დარბაზში საჭიროა ახალი აღჭურვილობა. იმისათვის რომ ვარჯიშები სრულყოფილად ჩატარდეს, წაღვერის საჯარო სკოლა ახალი სპორტული დარბაზის აშენებას ითხოვს. წაღვერის საჯარო სკოლაში ეს ის ადგილია, სადაც სპორტული დარბაზის აშენებას ითხოვენ, თუმცა სკოლა საკუთარი ხარჯებით მის აშენებას ვერ შეძლებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლის. თუ სკოლას არ მიუმართავს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის, მაგალითად სპორტულ დარბაზთან დაკავშირებით, ბუნებრივია პირდაპირ უნდა მიმართოს. ეს ნიშნების საჭიროება იქნება, დაუშვათ ცალკე მდგომის საჭიროება დადგინდება, ცალკე მდგომის შენობის თუ დაუშვათ ღია სპორტული მოედნის, სწორედ ინფრასტრუქტურის სააგენტოს თან ასე ვთქვათ საკოორდინაციო საკითხია. ახალი სპორტული დარბაზის აშენებამდე სპორტის გაკვეთილები მოსწავლებს ისევ ამ ოთახში ჩაუტარდებათ. მე ვიცავ ოზონს, ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც დღეს საინფორმაციო შეხვედრა ეკო-კლუბების წევრებთან გაიმართა. გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა ოზონის შრის მნიშვნელობასა და დაცვაზე ისაუბრეს. შეხვედრა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მოეწყო. ბორჯომის მუნიციპალიტეტის 8 სკოლის ეკო-კლუბის მონაწილეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა დღეს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაიმართა. ოზონის შრე, მისი მნიშვნელობა დედამიწის სიცოცხლისათვის და მისი დაცვის ღონისძიებები. ეს იყო განხილვის მთავარი თემა. მონაწილეებისთვის აქ მიღებული ინფორმაცია ახალი იყო. ჩვენ დღევანდელი თემა ეხებოდა ოზონს, ძალიან საინტერესო იყო. თითქმის ზაზით ვისაუბრეთ, ყველაფერი ჩემთვის ახალი. არჩევებიც მივიღე, ყველას გავითვალისწინებ. ჩემთვის იყო ეს მეტად მნიშვნელოვანი, რადგან ბუნების დაცვას ეხება საქმე და როდესაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ალბათ მომავალში გავითვალისწინებ, რა თქმა უნდა. საინფორმაციო შეხვედრა ბორჯომში გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით გაიმართა. 16 სექტემბერს იყო ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე და ამ დღეს დავიწყეთ ძალიან საინტერესო კამპანია სახელწოდებით მე ვიცავ ოზონს, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით არის კამპანია, რომელიც გულისხმობს მუშაობას როგორც ტექნიკის მაღაზიებთან, ასევე გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებების, ასე ვთქვათ, წარდგენას და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სკოლის მოსწავლეებთან ცნობიერების სასამაღლებელი კამპანიების წარმოებას. კამპანია მე ვიცავ ოზონს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ს მიერ ხორციელდება. მისი პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი მდგრადი განვითარებისათვის ეკოხედვა. ახლა კი დღის ქრონიკაში რეკლამის დრო, ეთერში რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. სურთ შეიძინოთ საოჯახო ტექნიკა ქალაქიდან გაუსვლელად. სად? ბორჯომში. ეკოს მაღაზია ბორჯომში გაიხსნა. მაცხოვრები 280 ლარიდან. ტელევიზორები 250 ლარიდან. ნოუთბუქები 560 ლარიდან. დორსასრუტები 60 ლარიდან. კონდიციონერები 500 ლარიდან.
სარეცხი მანქანები 209 ლარიდან. ღრმათმობლები 300 ლარიდან. ყოველ შენაძენ ნივთზე მიიღეთ საჩუქარი. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ 5% განმარტებით. შეძენილ ნივთს სახლში მოგაწმებთ. ბორჯომში აგრარული ბაზრის შენობაში მდებარე სამშენებლო და სამეურნეო მაღაზია გთავაზობთ საშემოდგომო ფასდაკლებას. კაფილმეტლახი და ლამინირებული იატაკი 12 ლარიდან, სახლის შიდა და გარეკარები 199 ლარიდან, შპალერი 5 ლარიდან, თუნუქის სახურავები 12 ლარიდან, პლასმაცის შეკიდული ჭერი 8 ლარიდან. ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თაბაშირ მოყავოს ფილები, აბაზანის აქსესუარები, სანტექნიკის მასალები, საღებავები და სხვა მრავალი სამშენებლო და სარემონტო მასალა. მასალების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშწორებით, ასევე უპროცენტო განვადებით. წინასწარი შენატანისა და საკომისიოს გარეშე. შეარჩიეთ არჩევანი ჩვენზე. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია. ეს არასწორი ლიკვიდაცია. ტექნიკის სახლ მეგაში კი ფასების სწორი ლიკვიდაცია დაიწყო. მობრძანდით, შეიძინეთ და ისარგებლეთ ექსკლუზიური 5, 10 და 20%-იანი ფასდაკლებით. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტო განვადებით, წინასწარი შეტანის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. შეძენილ ნივთზე კი მიიღეთ საჩუქარი. ტექნიკის სახლი მეგა. ეს აქცია თქვენთვის დაიწყო. დღეს დიდი დღეა. დღეს გესალმებით ის გუნდი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს. დღეს ჩვენ განძლოთ იმედს. დღეს თქვენ ეძებთ საუკეთესო ადგილს და საუკეთესო მომსახურებას. წმინდა პანტელეიმონ კურნალის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრი ბორჯომში გთავაზობთ იმ მომსახურებას, რომელსაც თქვენ იმსახურებთ. რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით 22 58 22. ჩვენი გუნდი თქვენზე ზრუნავს. წარმატებული ადამიანები არჩევანს აკეთებენ აქ. გამარჯობათ, რიჩემძლია დაგეხმაროთ. პროფესიონალი გუნდი ყოველთვის თქვენ სამსახურშია. თუ გნებავთ ტექნიკის ყიდვა და გსურთ დაგიჯდეთ უფრო იაფი, მობრძანდით და შეიძინეთ ნებისმიერი ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკა ერთ სივრცეში, ყველა საფასო კატეგორიაში, სადაც თქვენ სარგებლობთ 0%-იანი განვადებით და მხოლოდ ჩვენთან ნივთის ღირებულების 10% გიბრუნდებათ უკან. მხოლოდ ელიტ ელექტრონიკში ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს სახლში მიტანის სერვისი. რეკლამის შემდეგ ვაგრძელებთ გამოშვებას. ბოლო პერიოდში მედიით თვითმკვლელობის შემთხვევები შუქდება, ხშირია სუიციდი მოზარდებში. სპეციალისტების განცხადებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ინსტიტუტის აქტიურად დანერგვა, რადგან სწორედ ეს არის პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია სკოლაში გარდატეხის ასაკის მოსწავლეებთან საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგის აქტიური მუშაობა. ასაკი ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის პიროვნების ჩამოყალიბებაში. სოფა ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებსაც გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად მოუწია. ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის დახმარება მნიშვნელოვანია. ჩემთვის რომ ეთქვათ, რომ 14-15 წელს ასაკში რომ დახმარება მჭირდებოდა ფსიქოლოგის, ალბათ გაუბრაზდებოდი, არ იქნებოდა ჩემთვის ეს სასიამოვნო და მისაღები ფაქტი, მაგრამ ანუ დღესდღეობით საჭიროების შემთხვევაში თუ პიროვნება მოითხოვს დახმარებას, აუცილებელიცაა ფსიქოლოგის ჩარევა და დახმარება, რადგან
ეს ყველაფერი იმოქმედოს მის შემდეგ პერიოდზე. ფსიქოლოგის დახმარება სპეციალისტები ამბობენ, რომ სწორედ ეს არის პრობლემის მოგვარების პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ბოლო პერიოდში მედიით თვითკვლევების არაერთი შემთხვევა გაშუქდა. ფსიქოლოგები სუიციდის მიზეზად სხვა მრავალ ფაქტორთან ერთად დეპრესიას ასახელებენ. თვითმკვლელობის კემდრეკილებას ამ ბევრი ფაქტორი იწვევს. ეს შეიძლება იყოს პირადი პრობლემები, შეიძლება იყოს ოჯახური და შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი იყოს, ეს იყოს სახელმწიფოს პრობლემები, რაღაცა თუ ძალიან განვიცდის. იწყება ხშირად იმითი, რომ ადამიანს რაღაცა პერიოდი აქვს დარღვეული ძილი, თქვათ არის სუსტად, ანუ მალე იღლება, დაუშვათ საღამოს უფრო ენერგიულია, დილით საერთოდ ენერგია არ აქვს, გაღიზიანებადობა იმატებს, ხშირად არის ცუდ გუნებაზე უმიზეზოდ. მე ამას ემატება ის, რომ ნელ-ნელა ადამიანი ჩამოშორდება თავის კონტაქტებს, ნელ-ნელა ავიწროებს თავის წრეს და რაღაცა მომენტში აი ამ დეპრესიული ფონის განვითარების უჩნდება ეგრეთ წოდებული სუიციდალური აზრები. ჩვენთან საუბარში სპეციალისტები სუიციდის პრევენციის ზომებზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში თვითმკურნალობა სპეციალისტის ჩარევის გარეშე დაუშვებელია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სუიციდის შემთხვევები ხშირია გარდატეხის ასაკში და სწორედ ამიტომ სკოლებში ფსიქოლოგის არსებობას აუცილებლად მიიჩნევენ. არსებული მდგომარეობით სკოლებში ფსიქოლოგის ინსტიტუტი დანერგილი არ არის. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. უნებრივია ჩვენ, ასე ვთქვათ, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკის ვალდებულებების შესრულებას, ასე ვთქვათ, ყოველდღიურად ვახორციელებთ. რაც შეეხება კონკრეტულად ფსიქოლოგების სკოლაში დასაქმებასთან დაკავშირებით, ეს საკითხი მოკვლევას საჭიროებს, ყველა სკოლას ნამდვილად არა აქვს მსგავსი საჭიროება, უკვე შეიქმნა და პრინციპში უკვე მალე დამტკიცდება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განიხილავს ამ ტიპის საჭიროებებს და მიიღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და მოგცემს რეკომენდაციებს, სად რა ტიპის სერვისის საჭიროება არსებობს. მართალია მოსწავლის ადგილზე ფსიქოლოგის დახმარების მიღება არ შეუძლია, მაგრამ მშობლის და მისი სურვილის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მომსახურების მიღება მანდატური სამსახურის ბაზაზე არსებულ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრში შეუძლიათ. სხვადასხვა შემთხვევები არის ძალადობა ოჯახში, იმიტომ რომ თქვა მანდატური ამჩნევს, რომ ბავშვი ნაცემი მოდის. არის შემთხვევა, როდესაც ბავშვს აქვს თვითონ პრობლემა ურთიერთობის, არის აგრესიული, ურთიერთობას ვერ აგვარებს ბავშვებთან. ევროპის ბევრ ქვეყანაში ფსიქოლოგის ინსტიტუტი მაღალ დონეზეა განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა და მთავრობა ევროპულ სტანდარტებთან მისაახლოებად არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ატარებს, მოსახლეობა ფსიქოლოგთან ვიზიტს მაინც ერიდება. ხალხს ეშინია მისვლა ამ სპეციალისტებთან, რადგან არის რაღაც სტერეოტიპული დამოკიდებულება ფსიქოლოგებისადმი, რაც არ არის ევროპაში. ნაბიჯები გადადგმულია იმისკენ, რომ დაახლოებით მივახლოვდეთ მაინც ევროპულ დონეს. ბევრს ფსიქიატრი და ფსიქოლოგი ერთი და იგივე გონია. ფსიქოლოგების განცხადებით, სუიციდის ასაკად მოზარდობიდან 35 წლამდე მიიჩნევა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ინსტიტუტის შესახებ მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა, რათა მიმართვიანება გახშირდეს და შესაბამისად სუიციდის შემთხვევებით შემცირდეს. ახლა კი დედაქალაქის ახალი ამბები ნახეთ ვიდეო კოლაჟში. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღის ფარგლებში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში პრემიერ-მინისტრმა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მონუმენტურ სკულპტურული ქანდაკება ოდა ოლიმპიურ ჩემპიონებს გახსნეს. მონუმენტზე 34-ვე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის სახელი და გვარია. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ სპორტსმენებს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ მთავრობა ყოველთვის მათ გვერდით იდგება. მე მინდა როგორც რიგითმა მოქალაქემ და როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გამოხატო თითოეული ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის მიმართ. ჩემი ღრმა პატივისცემა და მადლიერება. მათ როგორც უკვე აღნიშნა, არაერთი სიხარული მოუტანეს ქართულ ხალხს. და არაერთი ასახელეს ჩვენი ქვეყანა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ქართულისა და მათემატიკის დამხმარე სახელმძღვანელოები შეიქმნა. გამოცემის პრეზენტაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორის განმარტებით, კრებულში მოცემული სავარჯიშოები აღქმის, ყურადღებისა და მეტყველების განვითარებაზეა ორიენტირებული. წიგნების გამოცემა საქველმოქმედო ფონდმა სიცოცხლის ხემ დააფინანსა.
2003 წლიდან მუშაობ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. მათთან მუშაობამ დამენახა ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობა და იმის საჭიროება, რომ შემექმნა მათ უნარებზე მორგებული სპეციალური სავარჯიშოები. ფონდის სიცოცხლის ხე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. ჩვენ ინტენსიურად თანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ამ სახელმწიფოს ყველა იმ სკოლას დაურიგებთ, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ. დღის ქრონიკის ბოლოს კი ამინდის პროგნოზის დროა ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ბორჯომში ხვალ და მომდევნო 5 დღის განმავლობაში. ხვალ 11 ოქტომბერს ბორჯომში მზიანი ამინდი იქნება. მოსალოდნელია მცირე ღრუბელი, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 8, მაქსიმალური კი 19 გრადუსი დაფიქსირდება. დილიდან მზიანი ამინდი იქნება, 10 საათზე ტემპერატურა 13 გრადუსში ადგენს. 18 გრადუსამდე მოიმატებს სითბო 13 საათზე. 16 საათზე კი 19 გრადუსი დაფიქსირდება. საღამოს ტემპერატურა დაიკლებს, 19 საათზე 13 გრადუსი იქნება. 22 საათზე კი 11 გრადუსი. მზიანი და ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდები იქნება მომდევნო 5 დღის განმავლობაში. დათბება 12 ოქტომბერს, სითბო 21 გრადუსი დაფიქსირდება. 22 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა 13 ოქტომბერს. ასევე 22 გრადუსი იქნება 14 ოქტომბერსაც. 15 ოქტომბრიდან ღრუბლიანობა მოიმატებს, სითბო 21 გრადუსი დაფიქსირდება. 16 ოქტომბერს კი 22 გრადუსი იქნება. ასეთი იყო დღევანდელი ახალი ამბები. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.